დიახ და დავითის ეს მონეტა, რომელიც იყო წლების 100 წლის განმავლობაში, აი წარმოიდგინეთ 100 წლის განმავლობაში მონეტა იდო ისე ბრიტიშ მუზეუმში, რომ არავინ არ იცოდა რა მონეტა იყო. ეს მონეტა შევიდა ენისქილენის ლორდი იყო ესეთი უილიამ კოული, რომელიც ესეთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი იყო, რაღაცა დევონშირში ცხოვრობდა და დაინტერესებული იყო ძირითადად ნამარხი ცხოველების პალეონტოლოგიით იყო დაინტერესებული მოკლედ. და როგორც ჩანს პარალელურად დილერობდა. და აი ამ დილერობაში ძალიან დაეხმარა მონეტები, იმიტომ რომ სარფიანი საქმე იყო მისთვის, როგორც ჩანს და ხელში ჩაუვარდა ეს მონეტა. ყველას აინტერესებს და დღემდე ძალიან ესე გვაფიქრებს ეგ ამბავი, საიდან მოხვდა ამ კაცის ხელში ეს მონეტა. ეს მონეტა რაც ეკრანზეა. დიახ. ეს არის ის მონეტა, სწორედ რომელიც გახლავთ მუზეუმში. მოკლედ, მან მიყიდა და როგორც მე ხვდები და ვეჭვობ, მუზეუმში იყიდეს, ალბათ შეხედეს, რომ არის იმპერატორი გამოსახული, სპილენძის მონეტა, რაღაცა ჯვარი და ალბათ იფიქრეს, რომ ეს არის ბიზანტიური მონეტა, ეხლა წარწერების წამკითხავი ასომთავრულად არავინ არ იყო და იყიდეს და ჰქონდათ მოკლედ ესე 100 წლის განმავლობაში და 100 წლის თავზე დევიდ ლენგმა, რომელიც შესანიშნავი ინგლისელი ქართველოლოგი გახლდათ, წაიკითხა ეს მონეტა. წაიკითხა მონეტა სრულად შემთხვევით და ნუ მოკლედ გამოაცხო სტატია. და ეს სტატია დაიბეჭდა, რომელიც იმ პერიოდში, ნუ ეს არის დაახლოებით 60-იანი წლები, მე-20 საუკუნის გამოუგზავნა დევიდ ლენგმა მუზეუმში დავით კაპანაძეს. დავით კაპანაძე იყო ნუმიზმატიკის განყოფილების გამგემაში. სხვათა შორის ზუსტი ატრიბუცია მოახდინა დევიდ ლენგმა. ნამდვილად მიხვდა, რომ ეს იყო დავითი. უბრალოდ წარწერა და როდესაც დავით კაპანაძე დადიოდა და მოკეთ ამ ქართველ ისტორიკოსებს აჩვენებდა, რომ ნახეთ რა მოხდა და დავითის მონეტა გამოჩნდა და ასე შემდეგ. წარწერა ქონდა ცოტა სხვაგვარად წაკითხული. ეწერა ესე რომ ეს იყო სახელითა დავით მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა კახთა. ანუ სომეხთა არ ქონდა ამოკითხული, როგორც სახელითა ქონდა, სახელითა ქრისტესითა. და როდესაც ეს აჩვენა ბერძენიშვილს, ნიკო ბერძენიშვილს დავით კაპანაძემ, მან უთხრა, რომ აქ წარწერაშია შეცდომა და აქ არის მეფე სომეხთა წერია. ქრისტე დავით მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა კახთა და სომეხთა და მან აჩვენა ის ჯვრის წარწერა, საწინააღმდეგო ჯვრის წარწერა, სადაც ზუსტად იგივე ტიტულით არის დავითი მოხსენიებული, უძლეველო ჯვარო ადიდე, მოკეთ ესეთი ის არის, რა ქვია, დავით მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა კახთა და სომეხთა.